მოკლედ მეგობრებო, ვინც ხართ ემიგრაციაში და ვინც დროებით ვართ გასული ქვეყნიდან, განსაკუთრებით ვინც პოლიტიკურად აქტიურები ვართ, ან არ მომწონს ეს სიტყვა პოლიტიკურად აქტიური. რადგანაც სამშობლოს დაცვა პოლიტიკა გონია მრავალს და ეს ჩვეულებრივია მოვლენაა ზოგადად ნორმალური ადამიანი თუ ხარ სამშობლოზე გული უნდა შეგტკიოდეს და უნდა იცავდე. მოკლედ რა მაგის პასუხია და უშინ უკვე ხალამდებშიც იყო ჩვენ ერთ-ერთ მეომარს კიევში სახთან ესროლეს და დროზე მოასწრო და დაინახა რომ აპირებდნენ და აქედანაც აპირისპირო ცეცხლი გაუხსნა. რის შედეგადაც გადარჩა. რა მინდა თქვა. ვინც ხართ გარეთ და ვინც არ ვევასებით, მოკლედ ამ კოც ჯოგს ცოტა ფრთხილად იყავით. და ვიცი, ცოტა მეტად გავფრთხილდეთ, იმიტომ რომ თუ ვინმეს გონია რომ ამ საცოდავ კლოუნებთან გვაქვს დაპირისპირება, ძალიან ეშლებათ. ძალიან. ვინაიდან და რადგანაც მაგ კლოუნების უფროსები არიან კრემლში. ასე რომ ცოტა მეტად ვიყოთ ყურადღებით, მეტი არაფერი. სულ ეს იყო დღეს. და ხო. დღეს თუ მსოფლიომ ირანელი ხალხი მიატოვა, ეს იქნება ძალიან ცუდი, ჩემი აზრით სასჯელის დასაწყისი ამ მსოფლიოსთვის. რიჟა, განძრიე ტრაკი, შენ კიდე რატო გაგვიტრაკე სიცოცხლე? თუ რამის უნარი გაქვს. აბა